რატომ ბობოქრობენ ხალხები და ესწრაფიან ერები ამაოებას? ამ ქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ და მის ცხებულზე გალაშქრებულან. დავგლეჯთ მათ სადავეებს და მოვიშორებთ მათ ხუნდებს. კვიდრიზეცისა გაიცინებს და უფალი აბუჩა დაიგდებს მათ. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს. მე ვაკურთხე მეფე ჩემის სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე. გიამბობ უფლის კანონმდებლობას. უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ. თხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს სამკვიდრებლად. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. ახლა კი გონცმოდით მეფენო, განისწავლენით ქვეყნის მსაჯულნო, ემსახურეთ უფალს შიშით და შეხაღადეთ თრთოლვით. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.